კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ღვთაებრივი სიბრძნის ტაძარი თავისი დროის ორი გამორჩეული მოაზროვნის, შემოქმედის, მეცნიერის, ანთიმიოს თრალელისა და ისიდორე მილეთელის ქმნილებაა. წმინდა სოფიას ტაძარი კარის ეკლესია იყო, საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია. ამ ნაგებობამ მნიშვნელოვანწილად გაუსწრო თავის დროს, როგორც სამშენებლო, კონსტრუქციული, საინჟინრო სირთულით და სრულყოფილებით, ასევე ესთეტიკური ზეგავლენის, ზემოქმედების მხრივ. უნდა ითქვას, ზომებზე ზოგადი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, გუმბათის დიამეტრი 32 მეტრია. სიმაღლე იატაკიდან გუმბათამდე 40 მეტრია. სტრუქტურული და იდეური ცენტრი სწორედ გუმბათია ამ ნაგებობის. გუმბათური ნაგებობა ნელ-ნელა ანაცვლებს ადრე ქრისტიანულ ბაზილიკებს, უგუმბათო სამნავიან სტრუქტურებს. გუმბათური ნაგებობა სათავეს იღებს ადრე ქრისტიანული სამარტვილეებიდან, მარტირიუმებიდან, ბაპტისტერიუმებიდან. გუმბათი ძალიან კარგად მიესადაგება ქრისტიანული აზროვნების სისტემას. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით ტაძარი განასახიერებს სამყაროს და გუმბათი მოიაზრება, გუმბათი ყველაზე უფრო აღმატებული ნაწილი, ნახევარსფერული ნაწილი მოიაზრება როგორც ზეცა. საინტერესოა როგორი სისტემა, როგორი პრინციპი უდევს საფუძვლად აია სოფიას ტაძარს. ეხლა თქვენ ხედავთ სწორედ გუმბათს, რომელიც დომინირებს მთელ ნაგებობაზე და არის მისი ლოგიკური, კონსტრუქციული, ესთეტიკური, იდეოლოგიური ცენტრი, გვირგვინი. მოდით ახლა შევხედოთ გეგმას, თუ რას წარმოადგენს. ძალიან რთული ნაგებობაა, როგორც ხედავთ. მართკუთხედში ჩაწერილი გეგმა, გარეთა კედლებია. სიმეტრიის ღერძის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღერძების გადაკვეთა არის გრანდიოზული გუმბათის ცენტრი. ეს ნახევარსფერული კონსტრუქცია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან არის ნახევარ გუმბათებით, არსებითად სფეროს მეოთხედით შემოსაზღვრული, რომლებიც თავის მხრივ ეგრეთ წოდებულ ექსედრების კედლებს ეყრდნობა. როგორც ხედავთ, ცენტრალური გუმბათი, აი ამ ძლავრ ეს კვადრატიდან გადასვლა ხდება გუმბათზე. ძალიან საინტერესო სტრუქტურული ელემენტით, რომელსაც აფრებს უწოდებენ, პანდანტივებსაც უწოდებენ, აი სწორედ ეს სამკუთხა, შეზნექილი, სფერული, მრუდი, აი ეს ქართულად სახელწოდება აფრები. მან მიიღო იმის გამო, რომ ქარით დაბერილ გემის, ნავის აფრებს მოგვაგონებს გარკვეულწილად. ესე იგი, აი ეს სადღაც ქვემოთ არის გუმბათქვეშა კვადრატი. გუმბათიდან გადასვლა ამ გრანდიოზულ თაღებზე ხდება აი ამ პანდანტივებით. აი ხედავთ თქვენ აქ ამ დიდი თაღების ზედა ნაწილს, ეს გახლავთ აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. დაუბრუნდეთ გეგმას. აი ეს არის საკურთხეველი. მთავარი შესასვლელი არის დასავლეთით, მაგრამ სანამდე მლოცველი შევა ტაძარში, მან უნდა გაიაროს ეზო, ესეთი გალერეა დასავლეთიდან
შემდეგ მეორე, ცოტა უფრო დიდი ვესტიბიული, რომელსაც ნარტექს უწოდებენ. ამ ნაწილს ეგზონარტექს უწოდებენ. ცენტრალური შესასვლელი ხედავთ ზუსტად საკურთხევლის ცენტრზე, ამ ერთ ღერძზეა აკინძული. გარდა ამისა, ტაძარს აქვს კიდევ დამატებითი გვერდითა გალერეები, რითაც კიდევ უფრო რთულდება ტაძრის გეგმა, მისი სივრცობრივი სტრუქტურა. ტაძარს აქვს ორი სართული, ორი დონე, ეს გახლავთ ჩრდილოეთი ნაწილი, ეს სამხრეთი ნაწილი. ეს ტაძარი იტევდა ძალიან დიდი რაოდენობის მრევლს და სწორედ ეს დამატებითი სართული, მეორე სართული, გალერეები იძლეოდა კიდე დამატებითი რაოდენობით ხალხის დატევის საშუალებას. რას წარმოადგენს ტაძრის ინტერიერი, აი ამ ჩანახატიდანაც კარგად ჩანს. აი სწორედ აფრებია ეს ნაწილები, რასაც მოგახსენებდით. ნახეთ, რამდენიმე იარუსისგან, რამდენიმე სართულისგან შედგება ტაძრის ძირითადი სივრცის შემომსაზღვრელი კედლები, ვერტიკალური ნაწილები. ნახეთ, თაღებით არის გახსნილი პირველი ნაწილი, პირველი სართული, შემდეგ მეორე სართული ასევე თაღნარით გაჭრილი, სვეტებზე დამყარებული კოხტა, ჭრილი მარმარილოს კაპიტელებიანი სვეტებით შემყარებულია ესეთი გალერეა და შემდეგ კიდევ ორი რიგი სარკმლებისა ჭრის კედლის მასივს. მოდით დაუბრუნდეთ გეგმას. უნდა ითქვას, რომ ძალიან ზედმიწევნითი, ძალიან ზუსტი, ძალიან რთული გამოთვლები იყო საჭირო, რათა ასეთი უზარმაზარი გუმბათი ყარად ყოფილიყო დაფუძნებული ეკლესიაზე. და აი აქაც ხედავთ, ყველაზე მასიური, ყველაზე უფრო მტკიცე ნაწილები სწორედ ეს ბურჯებია, რომელსაც ეყრდნობა გუმბათი. იმიტომ რომ ყველაზე მეტი დაწოლა, ყველაზე მეტი დიდი წნევა სწორედ აი ამ ბურჯებზე მოდის, ეს გამბჯენი ძალა სწორედ აი ამ 4 წერტილზე ახდენს ყველაზე დიდ წნევას, ყველაზე დიდ დაწოლას იწვევს. შევხედოთ ინტერიერს, ეს თანამედროვე ტურისტებით სავსე, ეს ტაძარი ამგვარად გამოიყურება და ფოტოზეც კარგად ჩანს ის დამახასიათებელი ნიშნები, რაც მის გრანდიოზულ სივრცეს განუმეორებელ ხიბლს და განუმეორებელ ხასიათს ანიჭებს. მიაქციეთ ყურადღება მრავალრიცხოვან სარკმლებს, რომლებიც გაჭრილია. ეს არის აღმოსავლეთისკენ ხედი. ეხლა რასაც ხედავთ, ეს მოგვიანო ხანის დეკორია. ხატმებრძოლეობის შემდეგ შეიმკო მოზაიკებით საკურთხეველი. ხედავთ, საკმაოდ მცირეა საკურთხეველი და საკურთხევლის კონქი და ეს ღვთისმშობელი ყრმით მე-19 საუკუნის ქმნილებაა. ვერტიკალური სწორი კედლები თითქმის არ არის ტაძარში. მთლიანად ტაძრის სივრცეები, ცალკეული სივრცეები თითქოს ერთმანეთში გადაედინება. ნახევარსფერო გუმბათისა, შემდეგ ექსედრების მეოთხედი სფეროები, გუმბათები, ესეთი მრუდხაზოვანი მოხაზულობა, თაღებით დაგვირგვინებული სარკმლები, აი ეს სვეტნარი, ასევე თაღები გადასროლილი სვეტებზე. თვალი თითქოს არ ჩერდება ერთ რომელიღაცა კონკრეტულ ნაწილზე. მუდმივი, დენადი ხაზი თვალი მიუყვება აი ამ თითეულ მონახაზს, თითეულ წრეს, თითქოს ნახეთ აი ეს დიდი თაღი მეორდება შემდეგ კედლების თაღის მოხაზულობაში, შემდეგ უფრო მცირე გამოძახილს პოულობს აი ამ თაღების ნაწილში. საკმაოდ უხვად არის განათებული ტაძარი. სარკმლების რაოდენობაშიც გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება დავინახოთ. საკუთრივ 3-3 სარკმელია, რაც სამებაზე მიგვითითებს.
ამ ფოტოზეც კარგად ჩანს, ეს არის იუსტინიანესეული თავდაპირველი შემკულობა, საკმაოდ მაღალ ნაწილამდე კედლები შემკული არის ნაირფერი, მარმარილოთი, პორფირით და სხვადასხვა ძვირფასი საშენი მასალით, ცალ-ცალკე პანელებია და ფიქრობენ, რომ იუსტინიანეს დროს მხოლოდ ოქროსფერი, ოქროს კუბიკებით შექმნილი მოზაიკა ამკობდა ტაძარს. ანუ ფიგურატიული გამოსახულება, რაღაცა რელიგიური კომპოზიციები სავარაუდოდ არ იყო თავდაპირველ ტაძარში.